სასილისის კარაძე 6 წლის. სწავლებ ქართულ ამერიკულ სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ძერწვა, ხატვა და დედისთვის დახმარება. და ცეკვა. ყველაზე მეტად მიყვარს დედიკოს დახმარება. ხანახან სახლი არის არეული, ხანახან მე ხოლმე მარტო ვალაგებ. სულ ეფემი არებს სახლს და სულ ყველა მაგას ვალაგებთ. ეფემია ვინ არის და ჩემი პატარა დაიკო. 2 წლის გახდა ახალ წელს. ცოტათში ნულაპარაკულ მამაზია და ტირელო. მე მგონია ის გახდება ბაღის მასწავლებელი. მეორე და არის 7 წლის და თქვია მარიამი. ისიც გადაღებულია ჩთეულ თაობაში. ზოგჯერ უყურებთ მის ვიდეოს და ვიცინით. მარიამი არის ჭკვიანი, განათლებული და ლამაზი. ოღონდ ჩემსად ლამაზი არა. მან მიყვარს მოკეიბე, სტუმრების მოყვარე და ბევრ ლუდს სვამს. ისეთი კარგი მამიკა მყავს, რომ ყველა უნდა იცნობდეს. მისი სახელია კობა ცისკარაძე. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი. ის მასწავლებელი არის და ხანახან რამე რომ არ ვიცი მეხმარება დავალების წერაში. მე ყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო და ჩემი დები. კიდე მინდა ვყავდეს 3 ძმა. ცეკვაზე ერთად ვილიდ და ერთად ვიცეკვებთ. მე ცეკვა ამსავ ცეულში. იქაურობა იმიტომ მომწონს, ძალიან კარგი მასწავლებელია და ყველაფერს კარგად ხსნიან, როცა ახალი ელათებს აგვიხსნიან. მე მომწონს და მიადვდება ახალი ელათების სწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვა აჭარული, ფიქრობ ეს ცეკვა ყველაზე კარგად გამომივა. საყვარელი ელათი არის ეს. მე მინდა მომიყოს მასწავლა ცეკვა, მაგრამ ვერასდროს ვერ ვასწავლი. იმიტომ ვერ აიცვისა, რომ ბევრი საქმეები აქვს. სულ დაკავებული ვარ და არასდროს არ მაქვს თავისუფალი დრო. როგორც კი თავისუფალი დრო მექნება, დედას მიყვება დასალაგებად. ორივეს ძალიან მიყვარს სისუფთავე და წესრიგი. სკოლაში კი შევედი, მაგრამ ბაღს მოუწონს და სკოლაც. ბაღში მოუწონდა თამაში, ეზოში გასვლა და ჭადრაკი. ჩემი საყვარელი თამაშია დამალაბანა. მე ბაღში თამაშობდი, ჩვენს მოფიქრებ თამაშას, ბაბა იაკობანას და ის თამაში მინდა ავგზავნო, რადგან ყველაზე საშიში თამაში იყო ჩვენთვის ბაღში, მაგრამ მაინც თამაშობდი, რადგან ყველაზე მეტად მოგწონდა. ეს თამაში იყო ასე. ერთი მოსწავლე გაითიშებოდა, ხოდა და ის ბავაიკა დაგვიტოვებდა წერილს, ხოდა და ჩვენ მისი მიხედვით ვიპოვიდით. ხოდა და იმ გამართულ ბავშვს ვიპოვებდით მისი წერილის დატოვების მიხედვით. ხანახან ცუდი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებდით თამაშს. მე უყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. მე უკვე ვისწავლე ყველა ასო. ყველაზე უფრო მომწონს ასობგერა ს. არ მომწონს ასობგერა ბ, იმიტომ რომ ბაყაყი არ მომწონს. მე რომ წერალი ვიყვა, ტექსტს დავწერდი სვანეთზე. სოფელი იმიტომ მიყვარს, რომ იქ ძალიან ლამაზი ბუნება არის და ძალიან მოწონს მე ის ბუნება. ჩემს მამას აქვს სოფელი წუბლინ მინდორში და დედას არ ვიცი. მე ყველაზე კომპიუტერად თავს გძნობ დივანზე. ძალიან მიყვარს დასვენება და შვიდი ცხოვრება. 1000 საქმე მაქვს და მაგით ვიღლები. მაგალითად წერა, საშინაო დავალების შესრულება, ოთახის დავალება და ასე შემდეგ. მე რა გავიზრდები გამოვალ ექიმი. თუ ექიმი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ ზარეული. ძერწვა იმიტომ შემიყვარდა, რომ ბევრ რაღაცებს ზერწავთ და დედიკოს რაღაცებს უკეთებ. ყველაზე კარგად გამომდის გოგოს გამოძერწვა. მაგალითად, თქვენ ძალიან კარგი გამოსაწერძი ხართ. თუ გამოძერწავთ, შემდეგ რომ გაჩუქებთ. მე მინდა მაჩუქონ ბაჭია. თოლის ბაბუა სულ მოაქვს საჩუქრები ახალ წელზე. წელს მინდა მაჩუქოს წიგნი. ჩემი აზრით თოლის ბაბუა არის 20-ან 21 წლის. მისი ნამდვილი სახელი მგონია რომ არის ჯემალი.
წინა მომაწილემ დამიტოვა კითხვა, ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს უფროს დასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას, რომელიც სუპერძალა უნდა რომ მქონდეს. მე მაგალითად მინდა მქონდეს სხვიზი აზრების კითხვის სუპერძალა. ბედნიერება არის ჩემთვის ბაჭიას ჩუქებნა და დედისთვის ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.